როგორ უნდა შევაფასო გადაწყვეტილება? ამ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებდით, სწორედ იმიტომ, რომ იყო აბსოლუტურად უკანონო და დაუსაბუთებელი. უკვე სიტყვებმაც ფასი დაკარგა ჩვენი სასამართლო გადაწყვეტილების შეფასებისას. იმ გადაწყვეტილების უკანონობაზე და საერთოდ პროცესის უკანონობაზე, ზიას წინააღმდეგ საპოლიციო ანგარიშწორებაზე, სისტემის უკანონობაზე ამ სასამართლო დარბაზში ვისაუბრე უწყვეტად ალბათ 5 საათი. რამდენი საშუალებაც მომცეს, მაგრამ მოსამართლეები უბრალოდ იძულებული იყვნენ ეთმინათ ჩემი 5 საათიანი გამოსვლა. სახეებზე ვკითხულობდი უკმაყოფილებას, ცხადია. ჩვენი სასამართლო ჯერჯერობით კიდევ თამაშობს პროცედურულ სამართლიანობას, რომ პატივს ასე ვთქვათ, გვდებენ მათი აზრით და გვისმენენ. ჯერ კიდევ თამაშობს პროცედურულ სამართლიანობას. ცოტა ხანში არც ამ პროცედურულ სამართლიანობას არ ითამაშებენ. აი ამ სასამართლოში, რასაც მე ვუყურებ, 3 პროცესი დაინიშნა 1 კვირის განმავლობაში, ასეთი პრეცედენტი არ მახსოვს სააპელაციო სასამართლოში. და მგონია რომ სარეჟიმო ობიექტზე დავდივარ. ასე ციხეში როცა შევდივარ, იქ არის ასეთი წესები. ორი რაციით რა აკონტროლებენ ყველა შენს რა დაადგილებას. ორი კაცი რა მოვიდა, 3 კაცი შევიდა, ეხლა ეს ორი კაცი იქით რავიდა, კარიდორში თუ რა მოხვედი, მოჯდებენ რატო გამოხვედი, წარმოუდგენელი ამბავი ხდება ამ სასამართლოში, რაც ბათუმის სასამართლოში არ მომხავს და უნდა აღვნიშნო, მაგრამ ყველა დღე უარესია. აი ეს ამას ნიშნავს, ყველა შემდგომი დღე უარესია ჩვენ მართლმსაჯულებაში. ახალს არაფერს არ გეტყვით. გარდა იმისა, რომ დიახ, მეც, მზიაც, სხვა არაერთი უკანონოდ მსჯავრდებულიც მართლმსაჯულებას ვეძებთ იქ, სადაც არ არის. ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის. და არც ერთ სხვა სასამართლო შენობაში სამწუხაროდ საქართველოში მართლმსაჯულება არ არის. მე დღეს ამ სასამართლოს ვუთხარი, მაგრამ რა გითხრათ, ორი კვირისთვის აქვთ. ვუთხარი, რომ ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმას, რომ აღიარო, რომ სისტემამ რაღაც მომენტში შეწყვიტა იყოს სამართლიანი და სამწუხაროდ ამ ქვეყანაში სისტემამ უკვე შეწყვიტა იყოს სამართლიანი. სისტემამ გადაწყვიტა, რომ იყოს ტოტალურად უსამართლო და მოძალადე. და ასეთი სისტემები არსებობენ მხოლოდ იქ, სადაც სასამართლოები აძლევენ ამის უფლებას. დღეს აი სასამართლოს ამ შემადგენლობამ კიდევ ერთხელ მისცა სისტემას უფლება გადაუაროს ადამიანს ისე, როგორც მას გაუხარდება. არ უნდათ ამ მოსამართლეებს იყვნენ დამოუკიდებლები. არ უნდათ და ვერ მოანდომებ. ვასაჩივრებთ ცხადია გადაწყვეტილებას და სხვათა შორის მინდა ვთქვა, სწორედ იმ წიგნში ამოვიკითხე, რომელიც მზიას ეჭირა პირველ სასამართლო პროცესზე, მაშინ მე მზიას არ ვიცნობდი. აი ეს მარია რესას წიგნი და შემდეგ გადავფურცლე ეს წიგნი და ძალიან ესეთი გამონათქვამი მენიშნა ამ წიგნში და ამიტომ და ბევრი რამის გამოც ეჭირა მზიას ეს წიგნი. მაშინ იცოდა რასაკვირველია სისტემასთან ბრძოლა როგორი იქნებოდა და ერთ-ერთი ნობელის პრემიის ლაურეატის გამონათქვამი წერია ამ წიგნში და ეს მინდა გითხრათ. შეიძლება ერთ დღეს აღმოჩნდეს, რომ ჩვენ სისტემის წინაშე უძლურნი ვართ და აი დღეს ეს არის მაგალითი, იმიტომ რომ სისტემის წინაშე, ამ მოძალადე სისტემის წინაშე ადამიანები უძლური არიან, მაგრამ თავარი ის არის, რომ არასოდეს არ უნდა დადგეს ის დღე, როდესაც ჩვენ ამ უსამართლობას შევეგუებით. ხო და მინდა უთხრა ყველას, რომ ეს დღე არ დამდგარა და ამ უსამართლობას არ შევეგუებით. არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე დარწმუნებული ვარ.